9 ივნისია ორშაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამოს მშვიდობისა ოპოზიციაში ბევრი რამე აირია და დაყენდნენ ეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაა ხისგებლობა თუ რამე არის პოლიტიკურ პარტიების არის რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას რომ ერთიანობა არის აუცილებელი ოპოზიციაში არეულობა მამუკა ხაზარაძემ შეიტანა რომელმაც გახარიას შემდეგ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა მოითხოვა. ევროპა გეუბნება, რომ ერთ-ერთი გზა კიდევ მეორე არის არჩევნებით მონაწილეობა. გეუბნება, რომ ბოიკოტი თუ არ მიიღე და არ იბრძოლე, რაში უნდა დაგეხმაროს? ჩვენ ვართ ჩამოყალიბებული ჩვენს პოზიციაში და დიახ, ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ვინც იქნება ამ მაშული რგოლის სტატუსის შესრულებელი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი აღიქვას რეალურ ოპოზიციურ ძალად, ის გახდება სისტემური ოპოზიცია. თვითმმართველობის არჩევნების საკითხმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მართი მხოლოდ კონკრეტულად ვიწრო პარტიული ინტერესები და არანაირი ერთიანობაზე აქ საუბარი არ არის. რა ხდება ქართულ პოლიტიკაში დღეს თავისუფალ სივრცეში კოალიცია ცვლილებებიდან გიორგი კირთაძე, ქართული ოცნებიდან ცოტნე ანანიძე. ხვალ საქართველოს სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართება. რა მთავარი გზავნილები გაკეთდა ომბუდსმენის ანგარიში დღეს საღამოს უყურეთ და მოусმინეთ საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს ხდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში დავიწყებთ ინტერვიუს გიორგი კირთაძესთან პარტია ახალის გენერალურ მდივანთან ის უკვე ხაზზე არის საამშვიდობისა ბატონო გიორგი მადლობა შესაძლებლობისთვის მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო გიორგი, ევროპიდან გზავნილი ოპოზიციამ სხვადასხვანაირად გაიგო. მაგალითად, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ევროპა ხედავს ერთადერთ გამოსავალად ადგილობრივ არჩევნებს. თქვენი პარტიის და პოლიტიკური გუნდის განცხადება სულ სხვა იყო. რატომ გაჩნდა ასეთი ინტერპრეტაცია ოპოზიციაში? თუ ევროპარლამენტის ბოლო გზავნილის გულისხმობთ, ალბათ იმ გზავნილში, ახო, ბოდიში ჩემი ხმა მიბრუნდება უკან და რთულია ესე, თუ არ შეიძლება იქნებ ტექნიკურად გავასწოროთ. და იქნებ სტუდიაში გავთიშოთ ხმა, რომ ბატონ გიორგის მიეცეს შესაძლებლობა. დიახ. ამ რეზოლუციაში მხოლოდ ეგ წავიკითხეთ, კაცო, ამ რეზოლუციაში საუბარი ბევრად მძიმე რამეებზე იყო და განსაკუთრებით რთული და მძიმე მოსასმენი ეს იყო ივანიშვილისა და რუსული რეჟიმისთვის, ხო? სადაც დეტალურად იყო აღწერილი და არის აღწერილი ის მდგომარეობა, რაც გვაქვს საქართველოში, ის მძიმე ვითარება და ამ მძიმე ვითარების გამოსწორების გზებზე იყო ხო საუბარი, სადაც რუსულ რეჟიმს სთხოვენ, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის გზას დაუბრუნდეს და რაღაც მიტაცებულ არჩევნებს პოლიტიკურ პარტიებს თავი დაანებოს და ასე შემდეგ. ანუ მთავარი სულისკვეთება ამ დოკუმენტის არის ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა და ეს ნათლად იკითხებოდა ბუნებრივია ამ რეზოლუციაში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დეტალურად იყო აღწერილი, დეტალურად არის აღწერილი ის სიმძიმეები, რასაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი უკეთებს საქართველოს. ასე რომ ის იმ ჩანაწერზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, ალბათ ეს იყო რაღაც ეს მცირე ნაწილი, რაც შეიძლება სახელმწიფოდ ვიღაცებმა ჩათვალოს, უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ, იქ საუბარი ცალსახად არის რა თქმა უნდა იმაზე, რომ საარჩევნო გარემო უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, პოლიტიკური პატიმრები არ უნდა გყავდეს და ასე შემდეგ. და ის რომ ნებისმიერი არჩევნები არის შანსი იმისა, რომ რაღაცა ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს, ხო ამას ევროპარლამენტი ჩაწერს და რა ამერე რომ ჩაწერს, ბუნებრივია რომ ჩაწერს, მაგრამ ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი აქ მართლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას კი არაპირებს ახლა 4 ოქტომბერს. ეგ არის მორიგი კრიმინალური აქტი, რომელში მონაწილეობაც ჩემი აზრით პროდასავლურმა პარტიებმა არ უნდა მიიღოს და ჩვენი პარტიის აზრით. რატო არ უნდა მიიღონ, ამაზე ბევრი გვისაუბრია და თუ გვაქვს დრო, შემიძლია რომ თქვენს ეთერშიც ბატონო გიორგი, მაშინ ხაზარაძის არგუმენტს მოგიყვანთ მე. ხაზარაძე ესეთ რამეს ამბობს, რომ ბოიკოტი აძლიერებს ხელისუფლებას, არჩევნები არ გაყალბდება, დამკვირვებლებს ჩამოიყვანენ, ისინი შეაფასებენ ამ არჩევნებს დემოკრატიულად და თავისუფლად. მე რას ვშვებით დანარჩენი ოპოზიციაო და აი ამაზე რა არის თქვენი პასუხი? ხო, ნუ არც ხაზარაძეს და არც თქვენ არ გეთახმებით და არც არავის იმაში, რომ ეს ბოიკოტი კი არ არის რეალურად თავის ტერმინზეც რომ შევთანხმდეთ. მართლა მიმაჩნია, რომ ეს არის რაღაცა კრიმინალურ ფარსში მონაწილეობის, კრიმინალურ ამბავში მონაწილეობის მიღება. ეს არის ამბავი, რომელმაც რუსულ რეჟიმს უნდა მიენიჭოს ლეგიტიმაცია. ეს არის ამბავი, რომელმაც რაღაცა პოლიტიკური პატიმრები რისთვის იბრძვიან, ეგ ამბავი უნდა დაგვავიწყოს ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. თქვენი კოლეგა ჟურნალისტი ზია ამაღლობელი რისთვის ზის ციხეში?
მართლარისთვის ციხეში. Როგორ შეიძლება რაღაცა ეს ამბავი გვერდით გადავდოთ და ჩვენ ახლა ვისაუბროთ იმაზე, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში შესვლას აქ რაღაცა გადამწყვეტი მნიშვნელობაა. მაშინ როცა კიდე ერთხელ ვამბობ, კარგად გვესმის ყველას, რომ ეს არანაირი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არის. ეს არის რუსული რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების რაღაცა კრიმინალური აქტი, რომელშიც რა ვიცი, კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რა ვიცი, იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოო ჯამში პროდასავლური პარტიების უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებს. რა ვიცი, ეგ არის ჩემი და ჩვენი პარტიის ბატონო გიორგი, ხაზარაძე სწორედ ამას ამბობს, რომ თუ მოვიგეთო ქალაქებსო, მაგალითად თბილისო და სხვა დიდ ქალაქებსო, მაგალითად გამოვგლიჯავთო აი ამ დაპატიმრებულ ადამიანებსო და ერთ-ერთ გზად ამას ხედავს, რომ გათავისუფლდება შემდეგ პატიმრები, რომ უფრო ლეგიტიმაციას მოიპოვებს უფრო მეტად ოპოზიცია და დაინიშნება ახალი არჩევნები. ამაზე საუბრობს ხაზარაძე. ახო თქვენ საქართველოში მიმდინარე რა ვიცი ყველა არჩევნების სადევნებთ ურს დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იცით ასევე მაგალითად რადგან ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ვისაუბრობთ თქვენ ბათუმის არჩევნები წინა ხო ადგილობრივი თვითმმართველობის თქვენ ხო ძალიან კარგად გახსოვთ რომ მაშინ როცა ეს რეჟიმი ამ მასშტაბების ძალადობაზეც კი არ იყო ჯერ კიდე გადასული 2021 წელს მათ შორის გაყალბების მასშტაბით რა თქმა უნდა ჰქონდა მაგრამ ბევრად უფრო ნაკლები და ძალადობა განსაკუთრებულად იმის შემდეგ უფრო მეტად მოუმატა, მაგრამ მაშინაც კი ჩვენ მათ მოუგეთ ბათუმში არჩევნები პირველსავე ტურში. გახსოვთ ხო? 19-16-ზე ოპოზიციამ გაიმარჯვა. მოუგეთ არჩევნები მერის ნაწილში, არა მხოლოდ პირველ ტურში, მეორეშიც. საბოლოო ჯამში რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ ხო გახსოვთ? საკრებულოში გასაყიდი გაიყიდა, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება რაც მოყვა თქვენ ყველამ კარგად იცით და ასევე ჩვენსა და ქართული ოცნების კანდიდატ შორის ხმების ხვაობა ორჯერ უფრო ნაკლები იყო ვიდრე ბათილი ბიულეტინი. არ 2021 წელსაც კი ბიძინა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა დამარცხებული ბათუმის არჩევნები არ აღიარა. როგორ შეიძლება ვინმე თქვას, რომ იმის შემდეგ დღეს უკვე როცა საარჩევნო სისტემაც გაუარესებულია, საარჩევნო გარემო გაუარესებულია, რა ვიცი 1000 უაზრო კანონია მიღებული, რომელიც დაკვირვების საშუალებასაც კი არ გაძლევს არჩევნებზე, ეხლა რაღაცა შანსი არსებობდეს ამ კიდე ერთხელ მეორე არაარჩევნებში, არამედ კრიმინალურად წოდებულ რაღაცა აქტში მონაწილეობის მიღების დროს. რავი, მე მგონია რომ ეგ არის შეუძლებელი ამბავი და იმედი მაქვს რომ არ მინდა თქვენს ეთერში დღეს ახლა ლელოზე ბევრი ვისაუბრო, მაგრამ რაღაცა მათ შორის ეს პარტიას და სხვა პარტიებიც ვინც ჯერ კიდე ფიქრობს რომ იქნებ ღირდეს ამ არჩევნებში გასვლა, რაღაცა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან ინტერესების დავიწყებას და რაღაცა ქვეყნის საერთო საქმისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ. იმიტომ რომ რაღაცა ის რო სადღაც საკრებულოს წევრი ყავდეს ამა თუ იმ პროდასავლურ პარტიას, რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია და ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა მე ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ეხლა ხო საერთოდ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. ერთი სწრი გვაქვს კრიმინალური აქტი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ახერხებს იმის ლეგიტიმაციას ამ ქვეყანაში, რის წინააღმდეგაც უკვე ამდენი თვეა რაღაცა პირდაპირ მნიშვნელობით იბრძვის ქართული საზოგადოების უმრავლესობა, რომელმაც შედეგს მიაღწია. ის რომ ქართული ხალხის უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის რაღაცა პარლამენტს ლეგიტიმურად არ აღიარებს, მას აღიარებს რეჟიმად, მიტაცებულ ძალაუფლება აქვს ბიძინას და ესე თulis ქართული ხალხის უმრავლესობა. ის რომ არც ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი რეალურად ივანიშვილს ხელს არ ართმევს და საერთაშორისო იზოლაციაშია. ის რომ მას სანქციაზე ედება, ის რომ ამერიკული აქტის რაღაც შემდეგი ეტაპის განხილვის რაღაცა მომსწრენი ვართ, აგერ ცოტა ხანში ჩვენ ყველანი ერთად. ამ დიდი მიღწევების დაკარგვა ქართული ხალხისთვის ეხლა შეიძლება? მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა პროდასავლურ ფლანგზე ქართულ პოლიტიკაში და ყველამ ერთობლივად უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომ არ თანამშრომლობა რეჟიმთან და მუდმივი წინააღმდეგობა მასთან მიგვიყვანს ჩვენ გამარჯვებამდე. და ეს გამარჯვება იმას კი არ ნიშნავს, ვახო, რომ აქ ივანიშვილის რეჟიმი რაღაცა სხვა სახელი და გვარებით ან სხვა რეჟიმით ჩანაცვლდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ, მე, ჩვენს მაყურებელს ამ ქვეყანაში მაცხოვრებელ ადამიანებს გრძელვადიანი პერსპექტივით, ნორმალურად, უსაფრთხოდ და კეთილდღეობით შეგვეძლება ჩვენ ქვეყანაში ცხოვრება. სწორედ ეს არის ჩემთვის ევროკავშირთან დაახლოება და ჩვენთვის ეს არის ევროკავშირთან. ბატონო გიორგი, თქვენ კი თქვით რომ დიდად აღიარებთ პარტნიორებთან ახლოს ყოფნა არის გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება. თქვენ კი თქვით რომ ბევრი არ გინდათ ლელოზე ისაუბროთ, მაგრამ აი ამ პროცესში 4 პარტიიდან, რომლებიც პროტესტში იყავით ჩართულები, 2 ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გამოსავალი არის ადგილობრივი არჩევნები და აქედან გამომდინარე მიჩნდება მეკითხვები, რომ დაგისვათ. ბატონი ხაზარაძე ამბობს, რომ სანქციებმაც ამოწურა უკვე თავი, მეტი რა უნდა გააკეთოს ევროპამო, ახლა ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯებიო და აქედან გამომდინარე
ის ფიქრობს, რომ ეს არის გამოსავალი, მაგრამ აი როგორ ფიქრობთ, თუ ისინი მიიღებენ მონაწილეობას და თქვენ და ნაციონალური მოძრაობა არ შეხვალთ აი ამ არჩევნების პროცესში, პრინციპში ეს გადაწყვეტილიც გაქვთ უკვე თქვენ ამაზე თქვენ საუბრობთ და ნაციონალური მოძრაობაც რა შედეგს მივიღებთ, თუ ის ორი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას და ორი პოლიტიკური პარტია ოპოზიციური არ მიიღებს. საბოლოო ჯამში რა მოხდება მაშინ მერე? რავით, მე მგონია რომ ჯერ კიდე არსებობს დრო იმისა, რომ ჯერთი არავის უთქვამს, რომ გადაწყვეტით ამ გახარიას პარტია ამბობს მონაწილეობის მიღებას, თუ ეგეთი რამ თქვა, თუ ეგეთი რამ თქვა ბატონო მამუკამ, რომ აქციებმა თავისთავად ამოწურა, მე არ მომისმენია. სანქციებმაო. იმიტომ რომ არც სანქციებს ამოუწურია ჯერ თავი და უამრავ სანქციას ველოდებით. ბოლო-ბოლო მეგობარი აქტი განიხილება ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესმა მიიღო და სენატში ველოდებით ყველა მის განხილვას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს აქტი ცხადყოფს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულებას ქართველი ხალხისადმი და გვერდში დგომას, ხო? ქართველი ხალხისადმი ჩემი ეს ყველაზე კარგად აღწერს. ეს აქტი არც აქციებს ამოუწურია, არა თუ საკუთარი თავი ჯერ ლეოს წარმომადგენლებს დღესაც ეხლა ვხვდებით ხოლმე ჩვენ აქციებზე ბათუმში, თბილისსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში და მე ვიცი იმ ადამიანების განწყობაც, რომ ისინი ფიქრობენ, რომ რაღაცა პროტესტს რა თქმა უნდა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მოკლედ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მიმაჩნია, რომ არასწორი გადაწყვეტილება იქნება ამ რაღაცა კრიმინალურ აქტში ეხა მონაწილეობის მიღება და რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება და დიდი იმედი მაქვს, რომ ლელოც, არ ვიცი, სხვა პარტიაც, გახარიას პარტიაზე აქვს საუბარი, საბოლოო ჯამში მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. და თუ არ მიიღებს, ახლა სწორ გადაწყვეტილებას, მე მგონია, რომ, რა ვიცი, ქართველი ხალხი ყველაფერს შემდეგ დაარქვევს თავის სახელს. არ ვიცი მე როგორ შეიძლება ლეგიტიმაცია მიანიჭო რუსულ რეჟიმს ეხლა ამ ვითარებაში არის წარმოუდგენელი ამბავი. პოლიტიკოსებს განსაკუთრებით პროდასალურ ფლანგზე თანმიმდევრულობა მოეთხოვებათ ბუნებრივია, ხა ივანიშვილს და მის რეჟიმს ხო არ ვთხოვ ჩვენ თანმიმდევრულობას. და რა თანმიმდევრულობაა, როცა პარლამენტის მანდატზე ვარს ამბობ, რაც საერთოდ გამოდიხარ დაფინანსებაზე ვარს ამბობ და მე რაღაცა ამ ეგრეთ წოდებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გადიხარ, რომელიც საარჩევნო სისტემაც პარლამენტმა შეცვალა იმ პარლამენტმა, რომელსაც არ ვაღიარებთ და ნამდვილად ის არ არის პარლამენტი, მან გაზარდა მაჟორიტართა რაოდენობა და ასე შემდეგ, იმ CSKOM, რომელმაც რაღაც შესაბამისი კანონები მიიღო, რომელთაც პრაქტიკულად დაკვირვება არის შეუძლებელი საარჩევნო უბნებზე და ასე შემდეგ. ხო, აი წარმოუდგენელი ამბავია, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ ვიღაცამ თქვას, რომ მე ახლა გამოვალ და რაღაცას არ ვიცი, ქალაქებს გამოვგლეჯ რუსულ რეჟიმს. ქალაქებსაც გამოვგლეჯ რუსულ რეჟიმსაც და ქვეყანასაც თუ ვიქნებით თანმიმდევრულები ჩვენს გადაწყვეტილებებში და ეს თანმიმდევრულობა არის პირველ რიგში არ თანამშრომლობასთან, რეჟიმთან არ თანამშრომლობაში. არ თანამშრომლობა, მაგალითად, რა ვიცი, არ თანამშრომლობის ნათელი არ თანამშრომლობა მაგალითად გამოიხატა თქვენი მხრიდან. ბატონო გიორგი, არ თანამშრომლობა გამოიხატა იმაში, რომ ფაქტი რაშიც არის, რომ საგამოძიებო კომისიაში არ მივიდა ხო თქვენი ლიდერები, ერთი უკვე ციხეშია ნიკა მელია და დიდი ალბათობით ალბათ ნიკა გვარამიასაც მოუწევს ამ გზის გავლა. ხედავთ სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებსაც ციხეში. თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერები მიდიან ციხეში, გარეთ რა უნდა გააკეთოს მაშინ თქვენმა მხარდამჭერებმა და როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური პარტიის ლიდერები ციხეში და გარეთ რა პროცესები ვინ უნდა წარმართოს მაშინ? კარგი კითხვა. ხო, არ თანამშრომლობა რეჟიმთან მათ შორის რა თქმა უნდა არის ეს, რომ არ უნდა აღიარებდე ეგრეთ წოდებული პარლამენტის მიერ შექმნილ ამ ეგრეთ წოდებულ წულუკიანის კომისიას და მასთან არ უნდა მიდიოდე და ასე მოიქცა კიდეც პროდასალური პოლიტიკური პარტიის ლიდერთა უმრავლესობა. სწორი იყო, რა ვიცი, ჩვენი პარტიის ლიდერები ზურა ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არც ამ არა, ესე ვთქვათ, კანონიერ გირაოს არ გადაიხდიდნენ. და ხო, ამის გამო მათ ციხეში წასვლა მოუწია ზურა ჯაფარიძე და ნიკა მელია დღეს ციხეშია და ისინიც მოწყვეტილები არიან თავიანთ ოჯახებს ისევე როგორც ათობით პოლიტიკური პატიმარი, ხო, ჩვენს ქვეყანაში. დიდი ალბათობით რაღაცა იგივე გზაელის ნიკა გვარამიასაც. მაგრამ რა შვება ამ დროს პარტია სამართლიანი და სწორი შეკითხვაა და მანამ სანამ მათ შორის ნიკა მელიაც ციხეში წავიდა და ჩვენ ამის შესახებ რა ვიცი ბევრი გვიმსჯელია და დღესაც ვსჯელობდით მათ შორის ნიკა გვარამიასთანაც ამაზე. ხშირად რუსულ რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის გზა გადის ციხეზე. სამწუხაროდ ესეთია ჩვენი დღევანდელი მოცემულობა და ხო მზად შეხვდა ამას ჩვენი პარტიის ლიდერები და მე ამით ვამაყობ მხოლოდ.
ვამაყობ იმითი, რომ ართანამშრომლობის ყველაზე სწორი და კარგი მაგალითი აჩვენა ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა და ისინი წავიდნენ ციხეში. დანარჩენი ახლა ყველა იმ ადამიანზეა დამოკიდებული, ვინც არის ასევე ჩვენს პარტიაში, ნახოთ როგორ გააგრძელებს პარტია ფუნქციონირებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად შეკრავს ჩვენს პარტიას, კიდევ უფრო მეტ мотиваციას მისცემს ჩვენი პარტიის წევრებს, რათა კიდევ უფრო მეტი რაღაცა გულწრფელობით გაგრძელდეს ბრძოლა ოლიგარქიული რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. და დარწმუნებული ძალიან მალე ზურა ჯაფარიძეს, მელიაც გვარამიას თავისუფლებაზე იქნება და ყველანი ერთად ვიქნებით გასაგებია. თქვენ როცა საუბრობთ იმაზე, რომ აი არის თანამშრომლეს თქვენ პარტიის ლიდერებმა და არ გადაიხადეს ეს გირაო და წავიდნენ ციხეში, ამ დროს ჩვენ ვნახეთ იგივე ლელოს ლიდერებმა გადაიხადეს ეს გირაო. აქ შეიძლება ითქვას, რომ გამოხატეს მათ ყოველ შემთხვევაში თანამშრომლობა მოქმედ ხელისუფლებასთან, როდესაც გირაო გადაიხადეს მათ. არა, ეს იყო ყველა მათგანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ზურა ჯაფარიძის, ირაკლი ოქროაშვილის მანამდე, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შემთხვევაში ეს იყო მათი პერსონალური გადაწყვეტილებები, რომ მათ უკანონო გირაოზე თქვეს უარი არ გადაიხადეს და მათ მოუწიათ რეჟიმის მიერ ციხეში რეჟიმის მხრიდან ციხეში ჩასმა. კარგი, კიდევ ერთხელ და ბევრჯერ უნდა გავიხსენოთ განსაკუთრებით ნიკა მელიას შემთხვევა, ხო? ანუ როგორ დააკავეს ნიკა მელია, ხო ყველამ კარგად ვნახეთ. ამ დრომდე ერთი ფურცელიც კი არა აქვს ჩაბარებული, რატო გაიტაცეს ნიკა მელია ერთი დღით ადრე სასამართლოს სვამამდე კრიმინალურად ათობით სამართალდამცავმა მოახდინა ნიკა მელიას გატაცება ქუჩიდან. ანუ სასამართლო გადაწყვეტილებასაც კი არ დაელოდნენ, რა რეჟიმთან გვაქვს საქმე, ალბათ ეს ყველამ კიდევ რაღაცა უფრო კაფიოდ და კარგად უნდა წარმოვიდგინოთ. თემას რო დაუბრუნდე, რას თქო მითხარით. მიუხედავად იმისა, რომ იქ ვიღაცებმა გირაო გადაიხადეს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მათ მიმართ სისხლისამართლებრივი რაღაცა საქმე შეწყდა. საქმე განხილვა მიდის და ვნახოთ როგორ რას იფიქრებს ივანიშვილი საბოლოო ჯამში და რუსული რეჟიმი და როგორ დაამთავრებს ამ საქმეს. ანუ მოკლედ გირაოს გადახდა მე არ მიმაჩნია თანამშრომლობად, მარტივად რო გითხრათ, რა თქმა უნდა, მიმაჩნია რომ ზურა ჯაფარიძის, მელიას, გვარამიას, მანამდე ირაკლი ოქროაშვილის გადაწყვეტილება იყო უფრო სწორი და მე მათი ძალიან კარგად მესმის, როცა ათობით პოლიტიკური პატიმარი ციხეშია, ხო, მათ მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა იყო რა თქმა უნდა სწორი, თუმცა არც იმის თქვა მინდა რომ და შეიძლება ალბათ რომ გირაოს გადახდა რაღაცა ფორმით არის თანამშრომლობა რეჟიმთან, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა საქმეების განხილვა ბუნებრივია დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. აი რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას, ამ ეგრეთ წოდებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას, ეს კი ნამდვილად მიმაჩნია რომ გააუფერულებს ამ ჩვენს რაღაცა მრავალთვიან ბრძოლას და გამარჯვებებს, რასაც მივაღწიეთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ბატონო გიორგი და მოკლედ უნდა გითხოთ. ეს ნამდვილად გააუფერულებს და იმედია რომ ეგრე არ მოხდება. და უნდა გითხოთ გადაცემის დასაწყისში, ინტერვიუს დასაწყისში უფრო სწორად თქვენ თქვით, რომ ვიწრო პარტიული ინტერესებს არ უნდა დაემქვემდებარონ ეს პარტიებიო. რას ნიშნავს აი ვიწრო პარტიული ინტერესები? რა შეიძლება იყოს იმის საპირწონეთ თუ ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას? არ ვიცი რა პირდაპირ მშვიდობით გვესმის ალბათ ხო რომ ვიღაცა შესაძლოა საკრებულოში 27 წევრის დასვლათ რომელიც ეხლა ყავდეს რა ვიცი 127 წევრი თუმცა ეს არ მგონია რომ შეიძლება რაღაცა პარტიული თვალსაზრისით ვიღაცამ ჩათვალოს რომ მათთვის მნიშვნელოვანი ამბავია მაგრამ რა ვიცი ჩემი აზრით ეროვნულ საკითხთან წინააღმდეგობაში მოდის ეხლა ამ ფორმით ამ აქტში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ კრიმინალურ აქტში მონაწილეობა და ამას გულისხმობდი ცალსახად კარგად უნდა გააცნობიეროს ყველამ რომ ამის მეორე მხარეს მეორე პინაზე დევს იმ დიდი გამარჯვებების გაუფერულება რომელიც წინააღმდეგობითა და ართანამშრომლობით ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მოიტანა უკვე დღევანდელ დღემდე და ამიტომაც ვამბობ რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმონდეს ვახო საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც არის რაღაცა ყოველდღიური ამბავი ართანამშრომლობა და წინააღმდეგობა ყველგან და ყველაფერში არის მთავარი იარაღი და გეგმა რაც ჩვენ ახლა ხელში გვიჭირავს. ესე უნდა გავაგრძელოთ ყველამ და ესე იქნება შედეგი. თუ ვინმე გადაწყვეტავს და მონაწილეობას მაინც მიიღებს ამ არჩევნებში ისეთი ხალხი, რომლებიც საკუთარ თავს პოდასალურ პოლიტიკურ პარტიას ეძახიან ან ხალხი ეგრეთ თulis. ჩემი აზრით მათთვის იქნება პირველ რიგში ეგ ძალიან ცუდი და ამიტომაც გონია რომ რაღაცა საბოლოო ჯამში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მადლობა ბატონო გიორგი ჩართვისთვის. გიორგი კირთაძეს უსმენდით თქვენ კოალიცია ცვლილებებიდან და
ცოტნეანაძე შემოგვიერთდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ქართული ოცნებიდან საკავშირდობის და საღამოშვიდობის მადლობა მოწვევისთვის მივესალმები ტელეაუდიტორიას. თქვენი ასეთი განცხადება იყო, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა რევოლუცია ვერ მოახდინეს, ამასთან თვითონვე დანაღმეს მათი საარჩევნო გზა და ახლა არჩევნებში შეპარვას ცდილობენ. რას ნიშნავდა ეს განცხადება? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ის მცდელობები, ბოიკოტი, რომელიც არის რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარუმატებლად მიმდინარეობს ყველა ეს მცდელობა მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოში ბუნებრივია გარკვეული დილემების წინაშე აღმოაჩინა ოპოზიციური სპექტრი. და დღეს როცა ერთიანობაზე არის საუბარი, მოჩვენებით ერთიანობაზე, იმიტომ რომ ერთიანობის საფუძველი რა შეიძლება იყოს იმ 4 პოლიტიკური პარტიის, რომლებმაც საპარლამენტო ბარიერი გადალახეს გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე. ხელისუფლებაში მოსვლა, როცა ეს არის ცალკეული პარტიების მთავარი ლაიტმოტივი, მაშინ რა თქმა უნდა ერთიანობა არის საპნის ბუშტივით. გვახსოვს ჩვენ უმთავრესი დანაპირებები და მთავარი გენერალური ხაზი, რაზეც ოპოზიციამ წინა საარჩევნო კამპანია ააგო, ეს გახდათ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. თუმცა ეს რა თქმა უნდა იყო საარჩევნო პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი, აბსოლუტური აბსურდი და დღეს საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ის მოქალაქეები, რომლებაც მხარი დაუჭირა და მანდატები მისცა 4 პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას, კარგად ხედავენ, რომ მორიგი წინა საარჩევნო ტყუილი იყო და დღეს ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი, მათ შორის თქვენი დღევანდელი გადაცემის ანონსშიც კარგად ამოიკითხავდა მაყურებელი სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან მიმართებით იმ ციტატებით, რაც არსებობდა. ეს განცხადებები, რა თქმა უნდა, თავის დროზე გახარია საქართველოს პარტიასაა გაკეთებული, ლელოს, რომელიც ეხლა ცდილობს განაღმოს სწორედ ის ველი, ჩემი განცხადებიდან გამომდინარე და ცდილობს გარკვეულწილად საზოგადოებაში და პოლიტიკურ პარტნიორებში შეიყვანოს ეს თემა რბილად, თუმცა ძალიან რომ თითქოს ეხლა რაღაც სტრატეგია იცვლება, ამაში ბუნებრივია ცდილობს დაიხმაროს ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომელიც სხვათა შორის აბსოლუტურად გაურკვევლად და უკუღმა წაიკითხა ნიკა გვარამეამ, რომ თითქოს მოწოდება ამ რეზოლუციაში გახდათ ბოიკოტის ნაწილი. არდა პირდაპირ შავი თეთრზე თუ რეზოლუციას შევეხებით, წერია, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოიყენოს. ესეც არის კიდევ ერთი ილუსტრაციის შესაძლებლობა, თუ რაოდენ ფუჭი განცხადებები არის აბსოლუტური აბსურდი ოპოზიციური ერთიანობის თემა. შესაბამისად ამ განაღმვის პროცესში თავიანთ მიერ დადებულ ნაღმებზე, აი სწორედ ახლების ერთ-ერთი წარმომადგენლის გიორგი კირთაძის ჩართვას უსმენდით, ესეც არის ამოქმედებული ნაღმი ამ შემთხვევაში ლელოს ლიდერების წინააღმდეგ. არა თანმიმდევრული პოლიტიკის წინააღმდეგ. და თუ ჩვენ ბოიკოტს შევეხებით და სწორედ არის ეს ნაწილი. აი, როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თქვათ ოპოზიცია ახლა ცდილობს ყოველ შემთხვევაში ლელო რომ ის დანაღმული სივრცე განაღმოს და იმაზე კი საუბრობთ, რომ სიყალბე იყო, რომ არავითარი ერთიანობა არ იყო მანამდე, მაგრამ ახლა რასაც უყურებთ ჩვენ, რომ ორი პოლიტიკური პარტია ცდილობს რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ორი პოლიტიკური პარტია მათ არ ეთანხმება და რადიკალურად განსხვავებული პოზიციები არის, რას როდესაც თქვათ იგივე მართველი გუნდი საუბრობთ ხოლმე ხშირად იმაზე, რომ გარეთთან იმართება ეს პროცესი, სხვადასხვა დავალების შემსრულებლები, სხვადასხვა თქვათ წარმომადგენლები იყავთ მაშინ დავალებების მიმცემი თუ რას ნიშნავს ეს? შესაძლებელი არსებობდეს ეს ვერსია და თქვენს ეს ვთქვათ კითხვას, ამ ვერსიის არსებობას აქ უფლება იარსებოს. თუმცა აქ ისე პოლიტიკური ინტერესია და ერთხელ ვახსენე დასაწყისშიც მთავარი მიზანი ამ პოლიტიკური პარტიების არის ხელისუფლებაში მოსვლა. თავის გაგებით პოლიტიკური პარტია მესმის, რომ ამისკენ ისწრაფვის, თუმცა ჩვენ ხედავთ აბსოლუტურად სხვა რეალობას და ის პროცესები, რაც მიმდინარეობს ახლა და რაც თქვენ კითხვის ფორმულირებაში ახსენეთ, ორი პარტია ლაპარაკობს არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, მეორეო არის 4-5 ნომერი მოსახლეობისთვის, რომ უფრო კარგად იყოს აქმანდი პირიქით, აი პრაქტიკულად პოლიტიკური და სოციოლოგიური ბულინგის ქვეშ ყავს ის პარტიები, რომლებიც ამ განცხადებას აკეთებს. იდეაში ეს პროცესი არის ძალიან კარგი პროცესი თუ შევხედავთ სხვაგვარად. საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ არის დაფიქრების შესაძლებლობა თუ რა ხდება რეალურად
ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე და რა ხდება საქართველოსთან მიმართებით იმ საერთაშორისო ვთქვათ უსამართლო განცხადებებისა თუ ზეწოლის ფონზე რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით და რაოდენ დიდ ძალისხმევას, გონიერებას და წინდახედულებას ავლენს საქართველოს ხელისუფლება ამ ძალიან ურთულეს პერიოდში, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ იმ გეოპოლიტიკაში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. ამ ეს პროცესი არის ის პროცესი, რისი დამალვაც უკვე შეუძლებელი გახდა. მათ შორის სალომე ზურაბიშვილის განცხადება ეს კი არ არის რაიმეს დადასტურება, არამედ ვერ გაექცენ იმ რეალობას, რაზეც საუბრობდნენ თითქოს რაღაცა ეროვნული ერთიანობის იდეა, თითქოს რაღაცა ახალი გეგმა. ეს არის კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა ოპოზიციური ამომრჩევლების და მინდა ძალიან დიდი პატივისცემით ვთხოვო ყველა იმ საქართველოს მოქალაქეს, ვინც ოპოზიციას დაუჭირა მხარი, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, ვინ არ დაიცვა მათი ხმა და ვინ არ აჟღერებს მათ ხმას. საპარლამენტო ბოიკოტი და შეიძლება პარალელებიც რაღაც ნაწილში 2020 წელთან მოხდეს გავლა, იმიტომ რომ პროცესი გავდა ყველაფერს გარდა შეწყვეტისა ერთი პარტიის ნაცვლად, რომელიც ჩვენი მაყურებლისთვის კარგად არის გასაგები. ის რომ საპარლამენტო ტრიბუნას არ იყენებს პოლიტიკური პარტია, ის რომ ამ პროცესებში, პოლიტიკურ დებატებში არ არის ჩართული. ეს არის პირველ რიგში საკუთარი ამომრჩევლის უგულებელყოფა და ჩვენ ყველა პლატფორმაზე ამას მოუწოდებდით ოპოზიციას, რომ დემოკრატიისთვის ისევ და ისევ პრაგმატული ინტერესიდან რო შეხედვა ოპოზიციის ინტერესში რა შეიძლება შედიოდეს, ბუნებრივია ყველა საშუალების და ინსტრუმენტის გამოყენება ოპონირებისთვის. თუმცა, რადგან მოცემულობა იყო ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მოქმედ ხელისუფლებას დაუჭირა მხარი და ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ, ან ყველაფერი, ან არაფერი. ეს არის რადიკალიზმის პოლიტიკა, რომელიც იმ შედეგებს იძლევა, რა შედეგებიც სწორედ არის ოპოზიციაში და ეს არის აბსოლუტური აბსურდი ერთიანობის ნაწილთან დაკავშირებით და სრული უგულებელყოფა საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ოპოზიციური ამომრჩევლების შეკვეთისა. და ეს პროცესი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აბსოლუტურად ჯანსაღი, ნორმალურია და იმ რეალობის გამოვლენა, რომელიც აუცილებლად გამოვლინდებოდა ადრე თუ გვიან ოპოზიციური სპექტრიდან. პროცესი, რომელიც დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს საპროტესტო აქციები, ასე შემდეგ, ამას მოყვა ის, რომ პარლამენტმა დაიწყო მუშაობა, შეიქმნა საგამოძიებო კომისია და გარკვეული ოპოზიციონერები, რომლებიც დაიბარა საგამოძიებო კომისიამ, არ მივიდნენ ამ კომისიაზე ვნახეთ ჩვენ და რამდენიმე მათგანი აღმოჩნდა ციხეში, ხო? თქვენ ადამიანი ხართ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყავით საპატიმროში. გამოცხადეთ პოლიტპატიმრად, ხო, შემდეგ უკვე. დღეს როგორ ფიქრობთ, რა განსხვავება იყო მაშინ, როდესაც ცოტნე ანანიძე იჯდა ციხეში და დღეს როდესაც ოპოზიცია თვლის, რომ პოლიტიკური დევნა მიდის მათი, როდესაც ისინი არიან ციხეში? სადა დედამიწაა განსხვავება ადამიანის უფლებების ნაწილში და ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე პენტენციური სისტემის ილუსტრირება ხდება საზოგადოებისთვის, მედია საშუალებები და ყველამ ძალიან კარგად იცის. მათ შორის ის ორგანიზაციები მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორები, რომლებიც დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ და ხელს აფარებდნენ, ნაცარს აყრდდნენ თვალებში საქართველოს მოქალაქეებს იმ სისტემურ დარღვევაზე, სასამართლო ხელისუფლებაზე, სადაც 99.9% გამამტყუნებელი განაჩენი იყო, სადაც არ არსებობდა აღკვეთი ღონისძიების მსუბუქი სახე. და თქვენ რა კითხვაც დასვით, გირაოს არ გადახდეს ნაწილი, გირაო, ნებისმიერი იურისტი, ვინც ახლა ჩვენ გვისმენს, სისხლის სამართლის სპეციალისტი დაგვეთანხმება, რომ არის აღკვეთი ღონისძიების მსუბუქი სახე. თავად მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომ არ უზრუნველყონ გირაოს გადახდა, ან საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, მათ შორის უძრავი ქონების, ეს იქნება მიწა თუ შენობა ნაგებობა, უზრუნველყოს თავისი აღკვეთი ღონისძიების სახით უზრუნველსაყოფად. თუმცა არის აქაც გამონაკლისი გიორგი ვაშაძის შემთხვევის ნაწილი. ლელოს ის ასევე ლიდერებად გადაიხადეს. კი ბატონო, აქაც არის კიდევ ესეც არის ილუსტრირება იმისა, რომ ერთიანობა არასდროს არ ყოფილა, არც ახლა არის. უბრალოდ დღეს უფრო კარგად ჩანს ამის შესახებ და ადამიანის უფლებების საყოველთაო დარღვევა აბსოლუტური, მათ შორის აბსოლუტური უფლებების, ძირითადი უფლებების წამების ნაწილის ყველა იმ კონვენციის ფეხქვეშ გათელვა, რასაც ჩვენ ხედავდით. მათ შორის არასრულწლოვნების თვალწინ თავისი მშობლების გამოყვანა ძალიან, ვთქვათ, ინტიმურ სიტუაციაში და შემდეგ ქვეყნისთვის
ამის ჩვენება საზოგადოებისთვის შიშის დათესვა რა ხდებოდა პენტენციურ დაწესებულებებში კიდე შესაძლებელია ვიღაცისთვის ეს იყოს ზღაპარი, მაგრამ ეს იყო რეალობა, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. და საგამოძიებო კომისიის არსებობა და ის ფაქტები არავისთვის არ არის სიურპრიზი და არავისთვის არ არის დაწერილი სცენარი. ეს არის ის რეალობა, ის ისტორია, რაც ჩვენს მოქალაქეებს თავს გადახდა. ცოტა ადამიანი რომელიც თქვა აიყავით ციხეში მაშინ ხო ფიქრობთ რომ მნიშვნელოვანი იყო დღეს აი ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა მიუხედავად იმისა რომ გავიდა მრავალი წელი ხო დღეს ამ კომისიის მუშაობას მაგალითად იგივე ოპოზიცია უწოდებს ზოგი ცირკს უწოდებს ზოგი სპექტაკლს უწოდებს აი თქვენ ადამიანმა რომელმაც ციხე გაიარეთ მნიშვნელოვანია თქვენთვის რომ არის დღეს ეს კომისია ესეც არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უპასუხისმგებლო ოპოზიცია იმ ადამიანებს, იმ ტკივილს, სპეცოპერაციის განზრახ ჩატარებას, რომელიც საზოგადოების დაშინებას ითვალისწინებდა და იქ დაღუპული შვილების მშობლებს ცირკს უწოდებს ამ სანახაობას. და ძალიან ბევრი ემოციური კადრი გავრცელდა და საზოგადოებამ ნახა მათ შორის სოციქსელებით იმ ადამიანებს, რომლებმაც მართლა ყველაზე დიდი ტკივილი და უსამართლობა განიცადეს. წამებას ზოგადად ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. იყო სისტემური წამება. არა მხოლოდ პენტენციურ სისტემებში, ეს იყო ალბათ გაუგონარი, რაც ჩვენს გვინახავს საკუთარი თვალით და არსებობს ასევე დამადასტურებელი კადრებიც, ფაქტები იმისა, თუ როგორ ექცეოდნენ, სადაც 10 ადამიანის განსათავსებელი ადგილი იყო, როცა იქ 60 ადამიანს განათავსებ, უკვე არახუმანური და არაადამიანური მოპყრობა, ამას აღარ ჭირდება ბევრი კვალიფიკაცია და ანალიზი. როცა ასეთ ფაქტებთან გვაქვს საქმე და ამას ცირკს უწოდებ, ეს არის მინიმუმ შეურაცხყოფა ადამიანების და აცდენა ყველანაირი ადამიანური ორბიტიდან. ამაზე უნდა დაფიქრდეს, რა თქმა უნდა, ამ განცხადების ავტორები, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის იმედი და შანსი ძალიან ნაკლებია, რომ გარკვეულწილად შეცვალონ ამ თვალსაზრისით თავიანთი დამოკიდებულება პოლიტიკური მსოფლმხედველობა ან ფილოსოფია. ეს არის ის რეალობა, რასაც თავადად ახორციელებდნენ ძალაუფლების ხელში ქონის შემთხვევაში და ბუნებრივია შეფასებები ამ თვალსაზრისით იქნება მსგავსი სამომავლოდაც. და ასევე მინდა კითხოთ, ხშირად საუბრობს ხოლმე მართველი გუნდი, რომ წერანს და კითხეთ ეს პრინციპში, რომ გარეჩარევები ხდება უცხოეთიდან, ამას ხელისუფლება უწოდებს სუვერენიტეტის დაცვას, ოპოზიცია უწოდებს, რომ ქვეყანა აცდენილია დასავლურ კურსისგან, რომ ხელისუფლებას საქართველოს მიიღავს პირდაპირ მოსკოვში თუ არ ვიცი რომელ ქალაქში არაერთი ქალაქი მოგვისმენია. ყოველ შემთხვევაში ეს რაც ხდება ახლა დასავლეთთან, ხო? როგორ ფიქრობთ, სად მივა, სად იქნება ბოლო გაჩერება? კარგი კითხვაა და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ზოგადად პრორუსული იარლიყების მიწებება ეს არ ახალია იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც სწორედ ამაზე პედალირებენ და საუბრობენ აბსოლუტურად უარგუმენტოდ. 2007 წლის მოვლენებიდან რო გავიხსენოთ, მათ შორის ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს ფალსიფიცირებული სატელეფონო საუბრების გამოქვეყნება, შალვა ნათელაშვილიც ფიგურირებდა მასში დღეს უკვე პარტნიორი, უკვე ამ პოლიტიკური ძალების თითქოს რუსეთთან კონტაქტი და ეგრეთ წოდებული fake სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ყველაზე ხელშესახები შედეგები მოხდა ქართული ოცნების დროს და ეს არის ფაქტობრივი რეალობა. მათ შორის სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ 2022 წლის შემდეგ რაღაც დამოკიდებულებები შეიცვალა. ეს თავის მხრივ ეს განცხადება არის თვითაღიარებაც. 2022 წლის შემდეგ სოფლიო შეიცვალა. სხვა გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე აღმოჩნდა ქვეყანა და რა თქმა უნდა, რეალური საფრთხე იყო საომარი მოქმედებებში ჩართვის ნაწილში. ამას ქილიკით პროპაგანდას ეძახდნენ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ჩვენი ოპონენტები, რაც ძალიან კარგად დაინახა და ფილტრაცია მოახდინა საქართველოს მოქალაქეებმა. ვის არ ჭირდება ასეთი საომარი დაპირისპირების დროს დახმარება, რომელ პარტნიორს, რომელიც იხდის ფულს, აძლევს იარაღს, საკუთარ ბიუჯეტს აკლებს, თანხებს იმისთვის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დაეხმაროს უკრაინას, ბუნებრივია მას ჭირდება, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, ყველასთვის ძალიან კარგად დასაჯერებელი და გასაგებია
ზედმეტი ექსპერტობის გარეშე, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს, რომელსაც ოკუპირებული აქვს რუსეთის მხრიდან 20%, იყო შესაძლებლობა და არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, ჩართულიყო მეორე ფრონტის ნაწილში. და ამ საფრთხეების არიდებაზე საკმაოდ ლოგიკურად და დამაჯერებლად იყო გზავნილები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან იმ ფაქტობრივი რეალობიდან გამომდინარე, რაც არსებობდა. ეხლა ხედავთ, რას ორკესტრირებული შეტევა, რაც დაიწყო პარტნიორების მხრიდან, ეგრეთ წოდებული პარტნიორების მხრიდან, აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლო, სწორედ არის დაკავშირებული უკრაინის ომის დაწყებასთან. მანამდე აბსოლუტურად წყალგამყოფია ყველგან და ყველაფერში ამ საკითხთან მიმართებით და ისეთ სანქციებზე, რაზეც ახლა პედალირებენ და ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რასაც აკეთებდა, როცა ადამიანის უფლებების დარღვევის სარჩულით საქართველოს მთავრობის წევრს ასანქცირებდა მეორე დღეს ყავს ანგოლას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიქტატორი სოფლიოში ვახშამზე, ეს არის რა თქმა უნდა სიყალბე და ორმაგი სტანდარტი, ხო, ეს ხომ სოფლიომ დაინახა ამის შესახებ და როცა ადამიანი გადაწყვეტილებებს ღებულობს უსამართლოდ, როცა უსაფრთხოება და ინტერესი არ არის მისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, ბუნებრივია ამაზე საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ადეკვატური რეაქცია. გასაგებია და ბოლოსკენ მივდივართ, საქართველოს სახალხო დამცველი უნდა შემოგვიერთდეს და პრინციპში გადაცემის წინ დავითვალე 17 დღე დარჩა არჩევნებამდე. მთელ საქართველოში დაიწყება ალბათ ცოტა ხანში ეს საარჩევნო კამპანიაზე გადავა ქვეყანა. რა ხდება აჭარის რეგიონში, როგორ ემზადებით და იქ მოხდა ცვლილება, ხო, ახალი მთავრობის თავმჯდომარე ყავს აჭარის რეგიონს სულხან თამაზაშვილი და როგორ ემზადებით ბოლოს რო გითხრათ. ზოგადად გაცხადებული პოზიციაა, რომ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა, ყველა გათვლებით 64 მუნიციპალიტეტში, როგორც მერების, ასევე საკრებულოების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად გამარჯვების დამაჯერებელი შანსი აქვს სწორედ ჩვენს ნომერს 41-ს. რაც შეეხება რეგიონში განხორციელებულ ცვლილებას, იცით რომ ცოტა ხნის წინ ავირჩიეთ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ბატონი სულხან თამაზაშვილი, ეს არის ქართული ოცნების პერიოდში უკვე მეოთხე მთავრობის თავმჯდომარე და ვისარგებლებ შემთხვევით სამივე მათგანს, ვინც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელთა საქმიანობამ გადაწყვეტილებებმა როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სოციალური ჯანდაცვის და სხვა ტიპის სიკეთეების თვალსაზრისით პოზიტიური ზეგავლენა იქონია აჭარის მოსახლეობაზე, მადლობას ვეტყვი და ამავდროულად სულხან თამაზაშვილის ფიგურა, მისი პიროვნება ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტის მქონეა ქართული ოცნებისთვის, ის უკვე პოლიტსაბჭოს წევრიც გახლავთ. ბოლოყრილობიდან გამომდინარე, ოპოზიციისთვის ამასთანავე ვახსენე, რომ არის ოპონირების ნაწილში დაუძლეველი რუბიკონი, მისი პერსონალური თვისებებიდან გამომდინარე, რეპუტაციიდან გამომდინარე, დისციპლინიდან, პროფესიონალიზმიდან და სწორედ არის როგორც თავად ინდივიდუალურად, ასევე გენეტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ქართული საქმეების კეთებით ცნობილი ოჯახის წევრი, რომელმაც უკვე თავისი ეფექტი რეგიონის რეალობაში გამოავლინა. სულხან თამაზაშვილი არის პოლიტიკური ფიგურა, ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ ბრძოლაში გაყვეს. ამას ვამბობ სრული პასუხისგებლობით. ამავდროულად, იცით რომ გარკვეული საკადრო ცვლილებები მერის მოვალეობის შემსრულებელსაც შეეხო ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ბათუმში. ძალიან პოზიტიურად შეხვდა საზოგადოება, როგორც გიორგი მურვანიძის, ასევე ირაკლი ცეცხლაძის მერის მოვალეობის შესრულების ნაწილს. ეს ადამიანები ძალიან კარგად იციან ადგილობრივ მოსახლეობა, მათი პროფესიონალიზმი, კომუნიკაციის დონე, ასევე ის უნარჩვევები, რომელიც ჭირდება სწორედ იმ გამოწვევებს, რომელიც მუნიციპალიტეტებს აქვს ადგილზე. მადლობა, ცოტნეალანიძე, საჭირო უმაღლესი საბჭოს დეპუტატს და საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანს შემოგვიერთდა სამშვიდობისა. ბატონ ლევან, მადლობა რომ მოხვედით და იღეთ გადაცემაში მონაწილეობას. ხვალ თქვენი ანგარიში იქნება საქართველოს პარლამენტში, იმ პარლამენტში, რომელსაც ოპოზიცია არ აღიარებს. არ აღიარებს საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიცია. საქართველოს სახალხო დამცველს, როდესაც თქვათ ოპოზიციიდან წამოვა, თქვენ იცით რომ კრიტიკა ხვალ, რა პასუხი ექნება? აი ისინი აცხადებენ რომ არალეგიტიმურია საქართველოს პარლამენტი, მაგრამ თქვენის ადამიანები ბრძანებით, ვინც ოპოზიციამ თავის დროზე დაამტკიცა და თქვენზე შეიძლება იყოს ხოლმე კრიტიკა, მაგრამ ვერ ამბობს ხოლმე რომ არალეგიტიმური ხართ. რას უპასუხებთ ლევან იოსელიანი? სად მიდიხართ ვისაბარებთ ანგარიშს ოპოზიციას?
მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს. ეს არის ახლა ოპოზიციის და ხელისუფლების დებატების გარჩევაში მე არ შევარეს მათი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დღის წესრიგის ნაწილი არის. რაც შეეხება ვის ვაბარებ ანგარიშს, ვაბარებ საქართველოს პარლამენტს, რომელსაც წელიწადში ერთხელ წარუდგენს სახალხო დამცველი ანგარიშს და ამის შემდეგ წარადგენს უკვე პლენარულ სხდომაზე. ეს არის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურა და შესაბამისად ხვალ ეს იქნება. ამის იქით ვის რა დამოკიდებულება აქვს თვითონ პარლამენტთან ან რა პოლიტიკური ხედვები აქვს ეს მათი საქმე არის შესაბამისად. სახალხო დამცველზე როგორ ფიქრობთ, აი რამდენად აზარალებს საქართველოს მოქალაქეებს ის შექმნილი პოლიტიკური ვითარება, რაც არის თქვენ ანგარიშზე უნდა დაგისვათ კითხვები, მაგრამ მანამდე მინდა კითხოთ, როდესაც აი ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ არალეგიტიმურია ყველაფერი. ეს საქართველოს მოქალაქეებს აზარალებს თუ არ აზარალებს? ეს მე ვისურვებდი, რომ ზოგადად პოლიტიკური პროცესი იყოს იმდაგვარი, სადაც მე როცა ანგარიშს მივიტან პარლამენტში იქ ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი დამხვდეს და ანგარიშის გარშემო დამისვან კითხვები, იმიტომ რომ ეს ანგარიში ეხება ფაქტიურად საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს, ყველა სფეროს და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოქალაქეებს გქონდეთ სრული ინფორმაცია, თქვათ ამ ანგარიშის ირგვლივ, ხო და პარლამენტში თუ არის ამის გარშემო დისკუსია და დებატები, ეს მხოლოდ კარგია, იმიტომ რომ მე მაქვს საშუალება უპასუხო იმ ადამიანებს ვთქვათ, ვისაც რაღაცა კითხვა შეიძლება ქონდეს ანგარიშის მიღმა სახალხო დამცველი საქმიანობის შესახებ, უფლებრივი სტანდარტის შესახებ, როგორ ვიცავთ, რანაირად ვიცავთ. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ იქ მენახა ოპოზიციის წარმომადგენლებიც, იმიტომ რომ მათაც ხოვა ხშირად აქვთ ხოლმე რაღაც კითხვები და შესაბამისად მათაც გავცემდი პასუხს. ყოველთვის მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი. არ არსებობს კითხვა, რომელზეც ჩემი კომპეტენციის ფარგლებში და ჩემი მანდატის ფარგლებში პასუხი არ მაქვს. აქედან გამომდინარე, ეს პარლამენტში იქნებოდ პარლამენტს გარეთ ყოველთვის ვცადებ, რომ ამ კითხვებს უპასუხო. თქვენ ვერ აცდებით მაინც პოლიტიკურ ნაწილს ამ ანგარიშში, ხომ? ალბათ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელზეც ქვეყანაში შეიქმნა ის ხმაური თუ საპროტესტო მუხტი თუ რაც იყო ბოლო თვეების განმავლობაში, რა სახით არის აი ამ ანგარიშში შესული არჩევნები? არჩევნები არის ერთ-ერთი ნაწილი ანგარიშის, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების პერიოდში ჩვენ ვახდენდით იდენტიფიცირებას იმ სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებების, რომელსაც თვალყურს ვადევნებდით, მათ შორის სატელევიზიო ეთერებით, მათ შორის სოციალური ქსელით, რასაც ვახერხებდით 200-ზე მეტი ასეთი სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტი დავაიდენტიფიცირეთ. მათ ძალიან დიდ ნაწილზე გამოძიება არის დაწყებული, იმიტომ რომ ესენიმე ჩვენ გადავამისამართეთ შესაბამის უწყებებში, ხო, ნაწილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ნაწილი პოლიციაში, ნაწილი პროკურატურაში და აქ დაიწყო უკვე მათი კომპეტენცია არის უკვე ამ ყველაფერზე რეაგირება და ამ ფაქტებზე, ასე ვთქვათ, პასუხის გაცემა. ეს იყო, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს და არც მის არასოდეს არ მოუხდენია არჩევნების დაკვირვება იმ თვალსაზრისით, როგორც ამას აკვირდებიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს არის. თქვენგან მოითხოვდა ოპოზიცია, რომ შეგეფასებინათ ეს არჩევნები, რომ იყო გაყალბებული, რომ იყო არალეგიტიმური. ამას თქვენგან მოითხოვდა ოპოზიცია. არა, ოპოზიცია შეიძლება ბევრ ამას მოითხოვდეს, მაგრამ მეორე საკითხია, მე რაზე დაყნობით, რა შემეძლია ვთქვა, ხო? მე შემეძლო იმ პერიოდში იმ ფაქტებზე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ამ ფაქტებზე მომეხდინა რეაგირება, მიმემართა შესაბამის უწყებებისთვის და მე მეკითხა, რა ხდება ახლა, რაზეც მოგმართეთ, მიდის გამოძიება თუ არ მიდის და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ გაყალბებას და არ გაყალბებას, ამაზე უნდა ესაუბროთ იმ ორგანიზაციებს, ვინც აკვირდებოდნენ, ხო, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ესეთი იყვნენ, მეუთოდირი იყო, სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები იყო. სხვადასხვანაირად იყენებს ყველა პოლიტიკური შესაბამისად ამ ნაწილში შეფასება მე ვერ მექნებოდა, გარდა იმისა, რასაც ადამიანურად ვაფასებდი უბრალოდ იმ გაჟღერებული ინფორმაციაზე, რასაც მეც მიყენებდნენ რაღაცა ბრალდების სახით და ზოგადად ამბობდნენ, რომ თქვა 100,000 ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა. მე უბრალოდ ვამბობდი, რომ ჩვენთან არ არის ესეთი განცხადება დაფიქსირებული და ზოგადად ახლა როგორ წარმოუდგენია ვინოს 100,000 ადამიანს ჩამოართვა პირადობის მოწმობა და 100-მა მაინც არ ჩაწეროს ისა რა ქვია ლაივი და არ ილაპარაკოს ამის შესახებ, ხო, საჯაროდ. და ასე შემდეგ კიდე ბევრი სხვა რაღაცა აბსურდული რაღაცები იყო. ამიტომ
ეს არის ჩემი უბრალოდ დაკვირვება, როგორც მოქალაქის იმ პროცესზე, რასაც ვაკვირდებოდი, ხო? შეუძლებელი არის 300,000 ხმა გააყალბო ისე, რომ ამის შესაძლებლობა გაიგოს. მაგრამ თქვენ როგორც საკმაოდ მაღალი თანამდებობა გიკავიათ, ხო, ამ ქვეყანაში საქართველოს სახალხო დამცველი ხართ, მაგრამ ასეთი მასობრივი, რაზეც საუბრობდა ოპოზიცია, რომ ვთქვათ, თქვენი ანალიზი გაგეკეთებინათ, ალბათ იტყოდით, ხო, რომ მასობრივად მოხდა გაყალბება მაშინ. ისეთ არის, რომ თუ მოვახდენდით დაკვირვებას არჩევნების ახლა 3,000 უბანზე დაახლოებით, მაშინ უნდა ყოლოდა იმ ანალიზით რაც შეიქმნა ბატონო ლევან, მაინც ეუთოდირს ხო გაეცანით და ასეთი შტაბ-ჭრილობა შეგვიძლია ეუთოდირის დასკვნას, ხო, და ეუთოდირის დასკვნაში არაფერი მაგდაგვარი 100,000 პირადობის ჩამორთმევის შესახებ და 300,000 ხმის გაყალბების შესახებ არ წერია, ასე რომ მე თუ რამე შემიძლია დავიყვნო, ამას შემიძლია დავიყვნო, როგორც ნებისმიერი მოქალაქე, ხო? იმიტომ რომ ისინი აკვირდებოდნენ სისტემურად ყველაზე გაშლილად ეუთოდირის. სხვას მე მგონი ამდენი დამკვირვებელი არც ყოლია არავის რამდენი ეუთოდირის ხალხი. ანუ შეიძლება ჩაითვალოს, რომ იყო მოგონილი ეს ამბავი. ნუ არ ვიცი ახლა მოგონილი იყო თუ ის იყო, რა ქვია, რა იყო. გასაგებია გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც არ უნდა იყოს, იცით, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ეს ოპოზიცია იქნება, მე ვიქნები თუ ვინ იქნება, რა ქვია, NGO-ები იქნებიან, ხო, ამ ყველაფერს უნდა უმაგრებდეს შესაბამისი მტკიცებულება და შესაბამისი არგუმენტაცია, ხო. მტკიცებულებები იმ ნაწილში, რა ნაწილში ჩვენ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ ჩემ ანგარიში, იმაზე ის მტკიცებულებები არსებობს. და ამიტომ ვამბობ, რომ თუ იმას კითხვები აქვს ანგარიშთან დაკავშირებით, მზად ვარ ამ კითხვებს უპასუხო. რაც შეეხება სხვის გამოქვეყნებულ ანგარიშზე, მათ უნდა დაადასტურონ ის მტკიცებულებებით, რაზეც საუბრობენ, თუნდაც იმ მასშტაბის გაყალბებას. ბატონ ლევან, იყო საპროტესტო აქციებიც, ხო? ხშირად იყო საუბრები იმაზე, რომ ხდებოდა ძალის გადამეტება, ამაზე ოპოზიცია ხშირად საუბრობდა ხოლმე. თქვენ აკვირდებოდით, თქვენი ოფისი ჩართული იყო, როდესაც აკავებდნენ ხოლმე ადამიანებს, რა შეგიძლიათ აი ამ აქციებზე თქვათ, რამდენად ირღვეოდა მასობრივად ადამიანის გამოხატვის თავისუფლება? ნუ აქციები, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ძალიან საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, იმიტომ რომ მასობრივად იყო ადამიანების დაკავებები და მარტო დაკავებები, აქ დაკავება არ არის თავი პრობლემა არის უფლების დარღვევა დაკავების დროს, ხო, არასათანადო მოპყრობა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ გაზაფხულის და ზამთრის აქციებზე მთლიანობაში 400-ზე მეტი ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 100-ზე მეტი პირადად მე მოვინახულე, 60%-ზე მეტს დაახლოებით 60%-ზე მეტი დაკავებული მიუთითებდა და ადმინისტრაციულ დაკავებულებზე არის საუბარი, მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის შესახებ, რაც არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი გვიდერ იყო წინა წელს, მაგალითად წინა წლების აქციების დროს. ასე რომ და ამაზე ყოველთვის ვაკეთებდი განცხადებას და ვამბობდი, რომ ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება, თქვათ, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდში, შარშანაც იყო აქციები გახსოვთ 2023 წელსაც. და მაშინაც ასევე ვეცნობოდით ამ ადამიანების ახსნა განმარტებებს, ხო? ასე რომ თუმცა აბსოლუტურად ყველა შემთხვევაზე, რომელზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება, მივწერეთ, გადავეცით ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. არც ერთი შემთხვევა, სადაც მოქალაქე აცხადებდა, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი, არ დაგვიტოვებია რეაგირების გარეშე. რა თქმა უნდა, იყო განსხვავებული ხარისხის, განსხვავებული სიმძიმის. ჩვენ ვნახეთ ძალიან სასტიკად ნაცემი ადამიანებიც და იყო იმისაც თქვათ ერთი შეხედვით ასე არ ეტყობოდა, თუმცა მიუხედავად ამისა ამბობდნენ, რომ მასზე განხორციელდა თქვათ ფსიქოლოგიური ძალადობა, სხვა ტიპის ძალადობა. გამოხატვის თავისუფლებას რამდენად ცდებოდა ხოლმე ეს საპროტესტო აქცია, როდესაც თქვათ პიროტექნიკის გამოყენება ხდებოდა, თუნდაც რუსთაველის გამზირზე, შემდეგ პარლამენტმა მოახდინა ხო გარკვეული ცვლილებები კანონში და ანუ აიგრძალა ეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ცდებოდა თუ არა გამოხატვის თავისუფლებას თავისი ფორმით ის საპროტესტო აქციები, რაც ხდებოდა ხოლმე იქ? ასევე იყო განცხადებები მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომ დაშავდნენ პოლიციელები და მიიღეს საკმაოდ მძიმე დაზიანებები, რასაც საპირისპიროს აცხადებდა ოპოზიცია, რომ პოლიციელები არ იყვნენ დაშავებულები. აი, რა შეგიძლიათ აი ამ პროცესზე თქვათ? ეს აქციები ეს არ იყო ერთი დღე, ხო, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამიტომ სხვადასხვა დღეს სხვადასხვანაირი დინამიკა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ახლა ეს ჩვენ ჩემ განცხადებებშიც იყო ამის შესახებ საუბარი, რომ როდესაც ხდებოდა აქციის დაშლა, იყო შემთხვევები,
მომიტინგეების ქმედებები სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და ის გადადიოდა ძალადობაში და ასეთი კადრებიც ვნახეთ და ასეთი შემთხვევებიც ვნახეთ. და იყო განსხვავებული შემთხვევებიც, როდესაც არ იყო მთლიანი შეკრების დაშლის აუცილებლობა, ვთქვათ, იქ შეიძლება ერთი ჯგუფი, პატარა ჯგუფი მაგალითად ჭიჭინაძის ქუჩაზე ახორციელებდა რაღაცა ძალადობას, თქვათ პოლიციის მიმართ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც იდგნენ რუსთაველის სხვა მხარეს, საერთოდ არ იცოდნენ რა ხდებოდა იქ და გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს მშვიდობიანად, მათ მიმართ ეს დაშლის ღონისძიება იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი, იმიტომ რომ იმ ადამიანების იმ საზოგადოების, რომელიც იქ იყო თავმოყრილი, გამოხატვის თავისუფლების ფარგლები იყო აბსოლუტურად დაცული და ამაზე ვაკეთებდით აქცენტს ყოველთვის. პიროტექნიკის გამოყენება თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონ ლევან, არ ყვევდა კანონს? ნახე, პიროტექნიკის გამოყენება, აი რაც როქედავით, ხო საქართველოს პარლამენტის შუშებზე იყო, იქ ვრცელდებოდა კადრები. თუ ჰაერში არ ერღო კანონს, თუ ესვი ადამიანს რა თქმა უნდა. ხო და ანუ აი ამ შემთხვევაში როგორ თქვენი დაკვირვებით ცდებოდა ეს კანონი? და არის აქ პიროტექნიკას იცვლით, თუ ქვას იცვლით, თუ რას იცვლით, თუ ადამიანის დაზიანების ასეთი შემთხვევები რამდენად ხშირად იყო? ნუ რავი, ახლა მე არ ამიღრიცხია პოლიცია აქვეყნებდა თვითონ ხო ასეთი შემთხვევების შესახებ ინფორმაციას და ვიცით რომ იყვნენ დაშავებული პოლიციელებიც. აქედან გამომდინარე გვაქვს ინფორმაცია რომ აქეთ ამ მხრიდანაც ხდებოდა პიროტექნიკის და ქვების და რაღაც ასეთი მის გამოყენება. თუმცა აქ მნიშვნელოვანი რა არის ხო რომ დარღვევა კანონის დარღვევა შეიძლება მოხდეს და სადაც ხდება манифестაციები იქ არის ხოლმე ასეთი შემთხვევები, როდესაც მიტინგის მონაწილეები არ ღვევენ კანონს. მაგრამ რეაგირება უნდა იყოს ინდივიდუალური, ანუ ის ვინც არ ღვევს კანონს, იმის მიმართ უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური რეაგირება, ის ადამიანი უნდა დააკავო მისცეს შესაბამის პასუხისგებაში, ვინც ქვას იცვლის და პიროტექნიკას იცვლის, პოლიციას და არ ვიცი კოქტეილს იცვლის და დაწვა განიზრახა და რაღაცა ეს თავისთავად დანაშაულია. მაგრამ ამავე დროს ადამიანები, რომლებიც არაფერ შუაში არ არიან, ხო? და მშვიდობიანად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, მათ მიმართ არ უნდა გატარდეს ანალოგიური ღონისძიება. ამაზე არის საუბარი. და პოლიციამ ეს უნდა ჩაატაროს ეს აპოლიცია ღონისძიება იმდაგვარად, რომ იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ საკუთარ პროტესტს, მათი უფლება არ შეიზღუდოს და ვინც არ ღვევს კანონს, რა თქმა უნდა, მათ მიმართ გამოიყენონ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებები. ამაზე არავინ არ დაობს. ცოტათი კი ავწდით, მე მგონი ანგარიშს იმას დაუბრუნდები, რამდენიმე თემა მაქვს, მაგრამ აუცილებლად მინდა გითხოთ, პარლამენტში თქვენ იცით, რომ შექმნილი არის საგამოძიებო კომისია, რომელზეც ხდება გარკვეული პოლიტიკოსების მოხდა დაბარება, მაგალითად ოპოზიციური პარტიის ლიდერების, რომლებიც არ მივიდნენ და რამდენიმე ახლაც ციხეში არის. ოპოზიცია აღიქვამს ამას პოლიტიკურ დევნად. საქართველოს სახალხო დამცველი ამ ფაქტს როგორ აღიქვამს მათ დაბარებას, შემდეგ მათი მხრიდან გირაოს არ გადახდას და შემდეგ უკვე ციხეში წასვლას. რა ხდება, როგორ უყურებს სახალხო დამცველი? ეს არის სოფთა პოლიტიკური პროცესი, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, შესაბამისად პოლიტიკური პარტიები არიან ჩართული, პოლიტიკური ლიდერები არიან ჩართული და აქედან გამომდინარე ჩემი მხრიდან არასწორი იქნება რაიმე ტიპის შეფასება მივცე ამ პროცესს, იმიტომ რომ პოლიტიკურ ორგანოში მიდის პოლიტიკური პროცესი და მე პოლიტიკური შეფასებებისგან რა თქმა უნდა თავში შევიკავებ, ეს არ არის ჩემი საქმე ამ შემთხვევაში სახალხო დამცველი საუბრობს უფლებადარღვევებზე და არა პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს. თუმცა ახლა ზოგადად როგორც ადამიანი რო ვისმენ იქ, რასაც ადამიანები ყვებიან და იხსენებენ იმ ძალიან რთულ პერიოდს, როცა ესეთი ადამიანის უფლებების ასეთი ფაქტიურად განულება ხდებოდა. ეს ძალიან ძიმე მოსასმენია და იმედი მაქვს, რომ ზოგადად ამ პროცესის შედეგად დანაშაული, რაც იკვეთება და ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ასეთი დანაშაული, მათ მიმართ კანონი იქნება სამართლიანი და კანონი იქნება მკაცრი, იმიტომ რომ ადამიანის უფლებების ასეთი შელახვა არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ იქნება, ახლა იქნება, თუ როცა არ უნდა იყოს. ეს არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი და პოლიტიკური შეფასების გარდა სამართლებრივი რეაგირებაც უნდა მოყვეს ამ კომისიას. ეს არ შეიძლება, თუ დანაშაულის შესახებ ხდება განცხადება და ადამიანები საუბრობენ კონკრეტულ ადამიანებზე, რომ ამან მაწამა, ამან ეს გამიკეთა, ამან ეს გამიკეთა, რა თქმა უნდა, ეს გამოძიების დაწყების წინაპირობაა თავისთავად. ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევა ისეთი რამეა, რომ რადროც არ უნდა გავიდეს, როგორც არ უნდა იყოს, ყოველთვის სამართალი უნდა დადგეს და დგება ხოლმე როგორც წესი, იმიტომ რომ ეს ის საკითხია, ეს ის მუხლებია, რომელიც ხანდაზმულობას არ ექვემდებარება, შესაბამისად ნებისმიერ დროს შეიძლება რომ
სამართლებრივი პროცედურები იქნას დაწყებული უფლებადარღვევების მხრიდან. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველთვის გაითვალისწინოს ყველა ხელისუფლება. და აი ამ ანგარიში როგორ რა დოზით ხდება ჩვენი საპატიმროებში მდგომარეობა, თქვენ აკვირდებით, ხო? და ალბათ იქნება ანგარიში რა ვითარება არის და გაუმჯობესდა თუ არა იმ თქვათ მიმდინარე წელს კიდევ უფრო პატიმრების მდგომარეობა, რა სირთულეები არის? ახლა გაჩნდა შევადარებთ იმ ძველ პერიოდში თუ შევადარებთ იმას ერთ შევადარებთ, მაგრამ ზოგადად რა თქმა უნდა არის დღესაც რამდენად ხდება უფლებების დარღვევა მასობრივად პატიმრებში? არის საქართველოში არის 13 პენტენციული დაწესებულება და აქედან ამ დაწესებულების შესახებ რაღაც საერთო ჭრილში საუბარი რთული იქნება, იმიტომ რომ არის ადგილები, სადაც პირობები არის ძალიან კარგი და ძალიან გამართული არის განსაკუთრებით ახალი დაწესებულებები, მაგალითად ლაითურის და კიდე რამდენიმე და არის ძველები, მაგალითად რუსთავის მე-17 ექსნის დაწესებულებები, სადაც პირობები დღესაც რა თქმა უნდა ძალიან არადამაკმაყოფილებელია და ამაზე არის ანგარიშ ჩვენთან საუბარი, გარდა ამისა, იმ უფლებადარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს ხოლმე პატიმრების მიმართ, რაზეც ჩვენ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ და პრინციპში არ რჩება არც ერთი შემთხვევა, რომელზეც არა მარტო რეაგირებას ვახდენთ, არამედ იმ პატიმრის უფლების აღდგენას ვახდენთ და შესაბამისად ის ვინც ჩართულია ხოლმე ასეთ ქმედებაში, ეს იქნება ადმინისტრაციის მხრიდან თუ ეს შეიძლება იყოს იგივე პატიმრების მხრიდან, როგორც წესი, რაღაც სამართლებრივი შედეგი დგება ხოლმე. ოკუპირებული ტერიტორიებთან სიახლოვეს, ასევე ვიცი რომ თქვენ აკვირდებით იქ თქვენი წარმომადგენლები, რა ვითარება გვაქვს და რაღაცა თუ გაუმჯობესდა მიმდინარე წელს ან რა გაუარესდა? ძალიან ხშირად ჩავდივარ საუკეთესო ხაზის მიმდებარედ და იმ სოფლებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ, გვესმის რომ ყველაზე მეტად ისინი განიცდიან უსაფრთხოების პრობლემებს, სხვათების პრობლემებს, იმიტომ რომ შარშანაც მაგალითად აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებით ერთობლიობაში 60-ზე მეტი ადამიანი იქნა გატაცებული. ამიტომ ეს ის საკითხია, რაც ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ყურადღება სჭირდება ამ სოფლებს, ამ ადამიანებს იქ ცხოვრებებს. ჩემს ყველაზე თვალშისაცემი ჩავდივარ არის ის, რომ ძირითადად ხდებიან მოხუცები და ახალგაზრდები სამწუხაროდ ამ სოფლებში ნაკლებად რჩებიან, ისინი მიგრაცია არის, რაც საფრთხის მატარებელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ სახელმწიფომ უნდა გაატაროს პოლიტიკა, რომელიც დაინტერესებს, ხელშეუწყობს, მოტივაციას შეუქმნის იქ ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ მიატოვონეს საუკეთესო ხაზის მიმდებარე ტერიტორია, იმიტომ რომ სხვანაირად ეს დამატებით უსაფრთხოების საკითხებს წარმოშობს, იმიტომ რომ თუ იქ ადამიანები არ იქნებიან, ეს მცოცავი ოკუპაცია შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს. ასე რომ მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა განსაკუთრებული იყოს ამ სოფლების მიმართ, ამ ადამიანების მიმართ და მზრუნველობა იყოს განსაკუთრებული. ამაზე არის ანგარიშზე ძირითადად აქცენტი გაკეთებული, დაწყებული იქ სოციალური საკითხებიდან, ინფრასტრუქტურა, ამბულატორიები, საბავშვო ბაღები და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ერთობლიობაში, მათ შორის ახალგაზრდობისთვის თავშეყრის რაღაცა შეკრების სივრცეები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, რომ მაინც და მაინც ახლა გორში და სხვა ქალაქებში არ წავიდნენ, ხო? ამისთვის ეს ყველაფერი ერთობლიობაში გახდის იმ ადგილს ერთის მხრივ მიმზიდვას და მეორეს მხრივ მოტივაციას გაუჩენს იქ ჩვენს მოქალაქეებს, რომ დარჩნენ თავენ საკუთარ სახლებში. გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტები ამ წელს ალბათ შევიდოდა ხო ეს ანგარიში, რა ვითარება გვაქვს ქალთა მიმართ ძალადობაზე, როგორი არის? შარშან 24 ქალი იქნა მოკლული, წელს 25. სამწუხარო სტატისტიკა არის გაუარესებული. მკვლელობის მცდელობა შარშან უფრო მეტი იყო ვიდრე წელს. ამ ნაწილში არის გაუმჯობესებული, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც დამშვიდების საფუძველი აქვს, იმიტომ რომ 25 მკვლელობა. აი რეკომენდაცია არა გაქვთ რა უნდა გაკეთდეს? ეს კომპლექსური საკითხი აქვს, ნაწილი ამ მკვლელობების არის ფემიციდის კვალიფიკაციით, ნაწილი სხვა აქედან გამომდინარე ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც უკავშირდება ბევრ ასპექტს. მაგალითად ერთ-ერთი მიმართულება არის ოჯახური ძალადობის მუხლით საპატიმროში ყოფილი ადამიანების რესოციალიზაციის აუცილებლობა, იმიტომ რომ გქონდა შემთხვევა, როდესაც ადამიანი გამოვიდა დაწესებულებიდან და თავისი მეუღლე მოკლა მას შემდეგ რაც დატოვა საპატიმრო დაწესებულება, ხო? ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია იმ პროგრამების აქტიურად გამართვა პენტენციურ დაწესებულებებში, ციხეებში, იმისთვის რომ
ამ ადამიანებთან მუშაობის შედეგად მათი ფსიქოსოციალური მდგომარეობა, მათი ზოგადად ქცევის კორექცია განხორციელდეს იმდაგვარად, რომ ეს აგრესია იმ თავიანთი მეუღლეების თუ პარტნიორების მიმართ, ვის გამოც ისინი მოხდნენ დაწესებულებებში, აღარ კონდეთ და შეძლონ რაღაცას მშვიდობიან გარემოში ცხოვრების გაგრძელება. ამის გარდა არის ბევრი სხვა საკითხები, განსაკუთრებით ეს ეხება ცნობილი სამაღლების მიმართულებით სამუშაო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, განსაკუთრებით სკოლებში, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ იქიდან მოდის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც საბოლოო ჯამში თავს იყრის ხოლმე უკვე ამ ქალისთვის მიმართ ძალადობის ესეთ ძალიან ძიმე შემთხვევებში. და ბოლოსკენ მივდივარ და უნდა გკითხოთ, თქვენთან სემინარებზე დავსწრები ვარ და ხშირად საუბრობთ ხოლმე, რომ უვადო პატიმრებზე, რომლებსაც არ შეეხოთ არასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა თუ არ ვცდები 2012-ში ხო ამნისტია, არ ამოქმედდა, არ გავრცელდა მათზე, ისევ თუ შევიდა თქვენს ანგარიშზე და თუ არის რამე რეკომენდაცია ახალი. კი, სამწუხაროდ მართალი ბრძანდებით 2012 წლის ამნისტია თან შეეხო, მაგრამ ამავე დროს არ შეეხო მათ, ანუ ერთ-ერთმა უვადო მშავდებულმა ვერ მიიღო რაიმე ტიპის შეღავათი, წლევანდელ ანგარიშში რა თქმა უნდა გვაქვს ამ საკითხზე საუბარი, ის საკითხია, რომელიც ვინაიდან რაღაცა ტიპის პროგრესი არ გვაქვს წინ, წლევანდელ ანგარიშიც მოხდა, უფრო მეტი სპეციალური ანგარიში გამოვეცით ჩვენ, რომელშიც საუბარი არის მხოლოდ უვადო მშავდებულების მდგომარეობაზე და მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ის პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, რომ ვადაზე ადრე გადაიხედოს მათი სასჯელი, ან განთავისუფლდეს თუ კონკრეტული სასჯელი აქვს, ვადა აქვს მოხდილი, ან შეუმსუბუქ უხსდეს. აი ეს განთავისუფლების მექანიზმი ამოქმედებს სრულფასოვნად. ანუ საერთოდ ამოქმედებს, იმიტომ საერთოდ არ მოქმედებს. 50-ზე მეტმა ადამიანმა დაასრულა ეს პროგრამა წარმატებით, 20-ზე მეტმა მიმართა სასამართლოს და არც ერთი არ არის განთავისუფლებული. ეს არის ის სტატისტიკა, რაც ჩვენ გვაქვს. თუმცა ამავე დროს ამ ანგარიშის მუშაობის პერიოდში ჩემ აპარატის თანამშრომლებმა ძალიან საინტერესო სამ შემთხვევას მიაგნეს, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებების გამო სამ მსჯავრდებულის მიმართ კანონი იმდაგვარ იყო შეცვლილი, რომ მათ შეეძლოთ მიემართათ უკვე განთავისუფლების შესახებ და ორი მათგანი უკვე განთავისუფლდა. ორი უვადო მსჯავრდებული დღეს არის განთავისუფლებული, მესამის საქმეს იხილავს უზენაეს სასამართლო. მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში სახელმწიფო გამოიჩენს ამ სამართლიან დამოკიდებულებას ამ ადამიანების მიმართ. აქ საუბარი არ არის, რომ ვიღაცას ხვალკარი გაუღო და გაუშვა, უბრალოდ მათ უნდა კონდეთ ამ იმედის უფლება, რაც არის საერთაშორისო სტანდარტით აღიარებული უფლება და შესაბამისად უნდა კონდეთ რაღაც გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც იმ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ, რომ როდისღაც ან შეიმსუბუქონ, ან დატოვონ თავიანთი საპატიმრო აქ საუბარი არის ადამიანზე, რომელსაც მოიხადეს 15-20, ხშირ შემთხვევაში 25 წელზე მეტი. და ფაქტიურად კანონის მოთხოვნა, რასაც გულისხმობს მათი რესოციალიზაცია, ხშირ შემთხვევაში მიღწეული არის და თუ მიღწეული არის ადამიანის სოციალიზაციის კომპონენტი, თუ ის აღარ არის საფრთხის მატარებელი, მაშინ ციხეში ყოფნის აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობს. მადლობა ბატონ ლევან, წარმატებებს გისურვებთ. საქართველოს სახალხო დამცველს უკვე ხვალ საქართველოს პარლამენტში მოусმენენ. დღეს ამით უნდა დავასრულოთ. შევხვდებით უკვე ოთხშაბათ საღამოს 9-ზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. კარგად გაგრძელოთ.